არის თვითონ ადგილობრივი დარჩენი შეერაღებული ფორმირები ასადის ყოფილი ჯარისკაცების იმათი ამბოხი რომ როგორც ჩანს ამ შუალედში ასადის დამხობიდან დღემდე იმდენად გაუსაძლისი ის იყო მათ მიმართ მოპყრობა და არანაკლები ალბათ სავარაუდო დახვრეტები ხა ვინ დათვლის მაგას 2 მილიონი ალავიტია იქ ნუ იყო ახლა ერთი 200-300,000 დატოვებდა თუ მოახერხეს და როგორც ჩანს ეს იყო ასეთი ერთგვარი მცდელობა სოფლიოს შეეხსენებინათ რომ რაც მდგომარეობაში არიან და ახლა ჩემი განმოსახედიდან ახლა რა მოდელი სახელმწიფოს ყალებდა და ვინც მოვიდა ხელისუფლებაში მათი არანაირი მომავალი არ აქვს აბსოლუტურად ან ჯობია ყველამ დატოვონ ან მაშინ იქნებიან მონების დონემდე და აი ასე გაუსწორდებიან რა და საინტერესო არის თქვა თვითონ აი ეს კი უნდათ რომ ეცნობებინათ სოფლიოსთვის რასაც ცივილიზებულ სამყაროს უწოდებენ მაგრამ ცივილიზებულ სამყარომ ამბოხებულებს დააბრალა რომ დასახვრეტები იყვნენ ორმაგის სტანდარტის ის არის როცა ჭირდებათ თუმცა თვითონ მაგალითად ბრეივიკს კამფეტებს აჭმევენ მაგრამ კი ბატონო კი სახეში რომ შეუბერო ნუ მაგაზე შეიძლება საჩივარს დაგიწირონ რომ გავცივდიო რაღაც ასეთი აბსურდი ორმაგი სტანდარტებია ეს ნებისმიერი მსგავსი რამ ხედავთ უკვე ჩვენ თვალწინ არის ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს როდესაც ჩვენს მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება აბსურდულ რაღაცეებზე აგერ გადახედეს სირიის თემაზე როგორც მაშინ არაფერს არ იღებენ ხმას ამიტომ ეს ორგანიზაციები შეიძლება კარგ რაღაცებსაც აკეთებდნენ, მაგრამ ბევრ შემთხვევაში გამოჭერილი არიან აი ამ ზუსტად ასეთი რომ ინსტრუმენტები ხდებიან გეოპოლიტიკურ საქმიანობაში. როგორც Amnesty International კონდა ჩვენთან საუბარი ირანის თემაზე 75 წელს, რომ ის ანგარიში იყო წლიური, რომ პირველ ადგილზე არის რომ ირანი ადამიანის უფლებებს არ მოღვივთ 100,000 პოლიტიკური პატიმარი არის. 75 წელს პოლ პოტი გენოციდს ახორციელებდა კამბოჯაში და ვერ გავიგე ახლა როგორ ადგენენ ამ კრიტერიუმს ადამიანის უფლებები ახლა შენ თუ დემონსტრაციის ჩატარების სამთავრობის გასაკრიტიკებლად ამის უფლებას არ გაძლევენ და იქ სოფლებს ანადგურებენ რაღაც ეთნიკური და იმით რელიგიური ნიშნით გონი სხვაობა ხომ უნდა იყოს ხო რომელია ადამიანის უფრო უხეში ხო რომელი უფრო დარღვევდა ახლა აი ბოლოს ისიც გაირკვა რომ ირანში 6,000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი არ იყო მაშინ ეს ციფრები საიდან ესე იგი როგორც ჩანს იყენებენ ამ პოლიტიკურ იარაღად ახლა ამიტომ ნებისმიერი დასკვნა როგორც ჩანს გადასამოწმებელია სხვა წყაროებით